კანადაში ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრესკონფერენციაზე პროვინციის პრემიერმა დეივიდ ეიბიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, პროვინციაში ბოლო დღე-ღამეში ხანძრის ფართობი 64-დან 6800 ჰექტრამდე გაიზარდა. 15000 საცხოვრებელი სახლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. კანადაში ტყის ხანძარი ასევე მძინვარებს კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. ცეცხლი აღნიშნული რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს უახლოვდება. ჩვენს პროვინციაში საგანგებო მდგომარეობას ვაცხადებთ, რათა უზრუნველყოთ, რომ მქონდეს სწრაფი წვდომა ყველა ინსტრუმენტზე, რომელიც შესაძლოა დაგვჭირდეს ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად. ეს ინსტრუმენტები აუცილებელია სტიქიის ზონაში მყოფი მოსახლეობის, ოჯახების საგანგებო სამსახურების იმ მამაცი თანამშრომლების მხარდასაჭერად, რომლებიც ტყეში ხანძრებს ებრძვიან. ამ წუთებში ჩვენი პროვინციის ისტორიაში ტყის ხანძრების ყველაზე საშინელი სეზონის წინაშე ვართ. ამ უპრეცედენტო სიტუაციამ პიკს ამ საღამოს მიაღწია. ბოლო 24 საათში სიტუაცია საკმაოდ სწრაფად გაუარესდა.